მოკლედ ახლა გასწავლით როგორ უნდა დაადოთ TP-Link-ის Wi-Fi რაუტერზე პაროლი. პრინციპში ყველა რაუტერზე ესე ხდება, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, ძალიან მარტივია სინამდვილეში. თუ მიყვებით ძირითად პრინციპს ან ინსტრუქციას, პირველ რიგში რაუტერი უნდა ჩართოთ დენის კვების წყაროში. ამისთვის მას აქვს უკან ამისთვის განკუთვნილი სპეციალური შესაერთებელი, სადაც დენი ერთდება. მის გვერდით არის პატარა ღილაკი, რომელსაც დაწერია reset და სასურველია არასოდეს არ გამოიყენოთ ეს reset-ი, იმიტომ რომ არ გჭირდებათ ფიზიკურად მონაცემების განვლება არასდროს. ეს ხოლმე პრობლემებს შეგექმნით. შემდეგ რაუტერს აუცილებლად რთავთ დენში. კვების წყარო აუცილებელია იმისთვის, რომ მას პაროლი დაადოთ. აბსოლუტურად ყველა რაუტერს მოყვება პატარა კაბელი, რომელთაც უნდა დააკავშიროთ რაუტერი კომპიუტერთან. ჩვეულებრივი ინტერნეტის კაბელი სტანდარტული. აერთებთ აუცილებლად 4-დან ერთ-ერთში, ნებისმიერში. მას აქვს უკან 5 შესაერთებელი, მინიმუმ 1 ლურჯი, რომელსაც დაწერია ინტერნეტ. განკუთვნილი არის ცენტრალური ხაზისთვის, რომელიც შემოდის უმეტეს შემთხვევაში სადარბაზოდან, ანუ ცენტრალური კაბელი და 4 კაბელის მისაერთებელი შიდა ქსელისთვის. და შემდეგ მეორე ბოლოს აერთებთ კომპიუტერში. ლეპტოპში მნიშვნელობა არ აქვს, რა მოწყობილობას თქვენ გექნებათ. რაუტერზე რაც მციმდება ნათურა, შესაბამისი ლანის ნათურა. იმის დამიხედვით, თუ რომელ შესაერთებელში გაქვთ შეერთებული. შემდეგ ხსნით ნებისმიერ ბრაუზერს, რომელსაც იყენებთ ინტენსიურად, ამ შემთხვევაში Google Chrome. და თავარია, როგორ უნდა შეხვიდეთ ახლა რაუტერში. ძალიან ხშირად რაუტერებს ძირზე აწერია თავისი ინფორმაცია IP მისამართის სახით. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემ TP-Link-ს ეს არ აწერია. აქ წერია მხოლოდ username და password, რომელიც გამოგადგებათ ინტერფეისში მოსახვედრად. username არის სახელი, password პაროლი. თუ არ აწერია ძირზე ეს ინფორმაცია თქვენ მოწყობილობას, ამის ნახვა ძალიან მარტივი არის შემდეგნაირად. აი აქ მარჯვენა კუთხეში არის ინტერნეტის ნიშანი. აჭერთ მარჯვენა ღილაკს. მარჯვენა ღილაკი, მარცხენა ღილაკი. შედიხართ Open Network and Sharing Center. გიხსნით პანჯარას და მარცხენა ზედა კუთხეში არის ჩამონათვალი. შედიხართ Change Adapter Settings და გვაქვს Ethernet. ეხლა ხო კაბელი გვაქვს მიერთებული, ამიტომ Ethernet-ს ირჩევთ, ორჯერ დააჭერთ, გაიხსნება პანჯარა, სადაც წერია Details. Details-ში შეხვალთ და აქ გიწერთ IP მისამართს, რომელიც მას რაუტერმა მიანიჭა. როდესაც შედიხართ რაუტერში, აუცილებლად იყენებთ Gateways. ამ შემთხვევაში 192.168.0.1. ამ ციფრებს აკრებთ უცვლელად, როგორც აქ წერია, თქვენ ბრაუზერში 192.168.0.1. არის შემთხვევები, როდესაც IP მისამართი ან gateway შეიძლება იყოს 1.1, 16.1 და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ყოველთვის განთავსებული არის ან თქვენი რაუტერის ძირზე და თუ იქ არ ეწერება, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ ისე როგორც მე გასწავლეთ. სახელი იქნება admin და პაროლიც admin, როგორც გახსოვთ რაუტერს ძირზე ეწერა ეს ინფორმაცია. დააჭერთ logins. მოხდებით უკვე TP-Link-ის კონფიგურაციაში. აქ ბევრი რაღაც წერია, ბევრი რაღაც არის მენიუში, მაგრამ არაფერი არ გჭირდებათ რეალურად, გარდა ერთისა. უმეტეს შემთხვევაში თქვენ გსურთ სახელის ცვლილება. ამისთვის შედიხართ wireless, რომ წერია, აქ ნახეთ გარკვევის წერია wireless. აი აქ უნდა შეხვიდეთ. და აქ შეგიძლიათ wireless network name პირველივე გრაფა არის. მე მაგალითად check and kate დავარქვი ჩემს რაუტერს. აქ შეგიძლიათ შეცვალოთ სახელი, როდესაც ჩაწერთ თქვენთვის სასურველ სახელს და აჭერთ saves.
დაიმახსოვრებს. და პაროლის შესაძლებლად შედიხართ wireless security. აქ რომ შეხვალთ, შეგხვდებათ გრაფა. პროცესად რამოდენიმე გრაფა. პირველად დაყენებული იქნება disable security-ზე ან web-ზე. ჩამოყევით, ჩამოწიეთ დაბლა და რომელსაც უწერია recommended, ანუ რეკომენდირებული, რომელსაც გთავაზობთ თავად როუტერი რა ირჩიოთ, მონიშნოთ აუცილებლად რგოლით ამ ფანჯარას, ამ შემთხვევაში VPA, დახრილი ხაზი VPA 2 personal, recommended. ვერსიას და encryption-ს დააყენებთ automatic-ზე და password-ში უკვე ჩაწერთ მინიმუმ 8 სიმბოლოსგან შემდგარ პაროლს. რაც თქვენთვის ასურველი არის, რა თქმა უნდა. შემდეგ დააჭერთ saves. გამოგიტანთ გამოფრთხილებელ ფანჯარას Google Chrome-ი. დაეთანხმებით, რა თქმა უნდა. და შემდეგ შეიძლება მოგთხოვოთ restart-ი, რომელიც იქნება აი აქ დაბლა მოთავსებული, წითელი ასოებით click here. დააჭერთ click here-ს და დაიწყებს როუტერი გადატვირთვას. ზუსტად ასე შეიძლება როუტერს დაადოთ პაროლი და შეუცვალოთ სახელი. სხვა არაფერს შესვლა არ გჭირდებათ. ფიქრობ ძალიან მარტივი არის ამ ყველაფრის გაკეთება, ამისთვის არსად დარეკვა არ გჭირდებათ, არავის დახმარება არ გჭირდებათ, არც პანიკა არ არის საჭირო, ძალიან მარტივი არის რეალურად სახელის და პაროლის შეცვლა როუტერზე. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს, ნუ დაიბნევით ნურაზროს. თუ ვერც ამ ვიდეოთი ვერ გაიგებთ, როგორ ხდება პაროლის შეცვლა და სახელის დადება, მაშინ აი ამ როუტერებს, ამ TP-Link-ის როუტერებს მოყვება ინსტრუქცია, სადაც დეტალურად არის ახსნილი რუსულად და ინგლისურ ენაზე, თუ როგორ შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ. თუ არც რუსული იცით და არც ინგლისური და არც ვიდეო ინსტრუქციის მიხედვით შეგიძლიათ პაროლის შეცვლა, მაშინ შემირჩევა არის საერთოდ შეიძენთ ისეთ ტექნიკას, რომლის გამოყენებაც არ იცით და ვერც ისწავლით. ნახვამდის.